ანაკლის ღრმაწყლოვანი პორტის დაუსრულებელ პროექტზე პოლიტიკური და სამართლებრივი დავა კვლავ გრძელდება. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცნობით მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ანაკლის პორტის საქმეზე დავა ვაშინგტონის არბიტრაჟის წააგეს. უწყების განცხადებით მსოფლიო ბანკის საინვესტიციო დავების გადაწყვეტის საერთაშორისო ცენტრმა, რომელიც ვაშინგტონის არბიტრაჟის სახელითაა ცნობილი, ანაკლის პორტის საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა და საქართველოს მთავრობის მოთხოვნები სრულად დააკმაყოფილა. საარბიტრაჟო ტრიბუნალმა სრულად გაიზიარა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული სამართლებრივი არგუმენტაცია და დაადგინა, რომ პროექტის დაფინანსების ვალდებულება სრულად ეკისრებოდა ინვესტორს, რომელმაც საჭირო სახსრების საკუთარი მიზეზით ვერ მოიძია. საარბიტრაჟო ტრიბუნალმა დაადგინა, რომ პროექტის ყველა კომერციული რისკი ეკისრებოდა ინვესტორს. მთავრობის მხრიდან კი ხელშეკრულების შეწყვეტა კანონიერი იყო. ძალიან მკაფიოდ წერია, რომ ხელისუფლების მხრიდან პროექტს ჰქონდა სრული მხარდაჭერა, ინვესტორებს ჰქონდათ შესაძლებლობა მიეცათ მათ შესაძლებლობა, რომ არაერთხელ გადავადებოდათ ამ ვალდებულებების შესრულების პერიოდი, თუმცა მათ მხოლოდ საკუთარი ბრალეულობით ვერ შეძლეს ამ პროექტის განხორციელება. დავის წაგების შემდეგ ტრიბუნალმა აქეთ დააკისრა მას 6,5 მილიონი დოლარის გადახდის ვალდებულება სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ვაშინგტონის არბიტრაჟის გადაწყვეტილებას მოსარჩელე მხარე ანაკლის პორტის კონსორციუმი გამოეხმაურა. Facebook გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია, რომ ეს დავა საქართველოს სახელმწიფოსთან დაიწყო ინვესტორის მხარემ და საქმესაც ასე ერქვა: ბობ მეიერის საქართველოს წინააღმდეგ. ბობ მეიერის სარჩელი მიზნად ისახავდა ანაკლის განვითარების კონსორციუმში მისი ინვესტიციის ღირებულების ანაზღაურებას. საქართველოს მთავრობის მიერ 2020 წლის იანვარში ანაკლის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების მიზნით EIDIS-ისთან დადებული ინვესტიციის ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ 2025 წლის 30 ივლისს საარბიტრაჟო ტრიბუნალმა გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლითაც ბატონი მაიერის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილებისა და საარბიტრაჟო პროცედურების კონკრეტული დეტალები კონფიდენციალურია. ამ გადაწყვეტილების მიუხედავად ინვესტორი კვლავ თვლის, რომ საქართველოს მთავრობამ სრულად დაარღვია თავისი მრავალწლიანი დაპირება ანაკლის განვითარების შესახებ. ამავე თემაზე განცხადებას ავრცელებს მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის პარტია ლელო ძლიერი საქართველო. ოპოზიციური პარტია Facebook გვერდზე წერს, რომ ამ დავასთან პარტიას არანაირი კავშირი არ აქვს და რომ ეს სარჩელი შეიტანა ინვესტორმა და არა მამუკა ხაზარაძემ. ხელისუფლება და იუსტიციის სამინისტრო ტყუის, როცა მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ახსენებს ამ არბიტრაჟთან მიმართებით. ეს იყო ინვესტორ ბობ მეიერის დავა სახელმწიფოს წინააღმდეგ. თუმცა რაც არ უნდა იყოს არბიტრაჟის პასუხი, ფაქტი ერთია. ხელისუფლებამ მოკლა ანაკლის პროექტი რუსეთის დავალებით 6 წლის წინ და არანაირი პროგრესი არ გვაქვს აქამდე, როცა 2020-ში პირველი გემი უნდა მიეღო ქვეყანას. იუსტიციის სამინისტრო და საქართველოს ეგრეთ წოდებული ხელისუფლება ტყუის მორიგ ჯერზე, როდესაც ამბობს, რომ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს რაიმე შეხება გააჩნიათ იმ ვერდიქტთან, რომელიც დღეს იქნა გამოტანილი ვაშინგტონის არბიტრაჟის მიერ. მინდა საზოგადოებამ მიცოდეს, რომ ეს იყო კონკრეტულად ბობ მეიერის სარჩელი. ყველაზე მთავარი აქ დღეს არის ის, რომ 6 წლის წინ რუსულმა ხელისუფლებამ ჩაძირა ანაკლის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი და ჩვენ ვხედავთ, რომ არც შემდგომ პერიოდში, არც ერთი წლის განმავლობაში არც ერთი ნაბიჯი არ გადადგულა იმისაკენ, რომ ეს პროექტი დასრულებულიყო და წასულიყო წინ. ვაშინგტონის არბიტრაჟის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა. მან იუსტიციის სამინისტროს ქარდი გააზიარა და აღნიშნა, რომ ეს იყო თაღლითების დავა, რომელიც წაგებულია საქართველოს სახელმწიფო ინტერესების სასარგებლოდ. პორტი ვერ ააშენეს და საკუთარ ქვეყანას მიადგნენ დასანგრევად. ითხოვდნენ $1,5 მილიარდ მოქალაქეების ჯიბიდან, მაგრამ მოუწია თავად $7 მილიონი დაბრუნება ბიუჯეტში. აღარაფერი რომ ვთქვათ იმ მილიონებზე, რომელიც ფუჭად ხარჯეს, როგორც აღმოჩნდა დაბალი კვალიფიკაციის ადვოკატებზე. ასეთი ბოლო ექნება ყველა თაღლითის საქმეს. ჩვენ კი უნდა ვიცოდეთ, რომ ის უცხოელი პოლიტიკოსები და დიპლომატები, რომლებიც დღეიდან ამათ ხელს ჩამოართმევენ, ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმართული ამათი თაღლითობის მფარველები არიან. ანაკლის პორტის სამართლებრივი დავების საკითხს აფასებენ პოლიტიკოსები სხვა ოპოზიციური პარტიებიდან. ნაწილი ამბობს, რომ ანაკლის კონსორციუმის ჩამოცილების შემდეგ სახელმწიფოს დიდი დრო ჰქონდა პორტის ასაშენებლად, თუმცა ეს პროექტი ქართულმა ოცნებამ მიზანმიმართულად გააჩერა რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ.
მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ჩამოცილდა ამ პროექტს უკვე რამდენი წელიწადი გავიდა, არც იმის შემდეგ გაკეთებულა არაფერი. სწორედ იმიტომ, რომ ეს ხელოვნურად გააჩერა საქართველოს მტერმა და მოღალატე ბიზინა ივანიშვილმა და მისმა ბანდამ პუტინის დავალებით, იმისთვის რომ საქართველოს არ ქონოდა დამატებით კიდევ ის მნიშვნელოვანი ფუნქცია, რაც გააძლიერებდა ჩვენს უსაფრთხოებას და ჩვენი ხალხის და ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობას უზრუნველყოფდა. თავს ვიკავებთ, იმიტომ რომ ჩვენთვის მთავარი არის დღეს ის თანამშრომლობა, რაც მიმდინარეობს ჩვენსა და ლელოს შორის და ამ საკითხის პოლიტიზირებას ჩვენ ყოველთვის ვერიდებოდით, მიუხედავად იმისა, ვინ იყო მართალი და ვინ მტყუარი და დღეს მით უფრო მოვერიდებით, რადგან დღეს ჩვენი ქვეყნის წინაშე გაცილებით მნიშვნელოვანი ამოცანები დგას და ჩვენი თანამშრომლობა, რაც დავიწყეთ და ძალიან კარგად მივდივართ, ბევრად ღირებულია, ვიდრე ის რა ხდებოდა წარსულში. მას შემდეგ, რაც სახელმწიფოსა და ანაკლიის კონსორციუმს შორის ხელშეკრულება გაუქმდა ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის საკითხი, სახელმწიფომ გადაიბარა. მთავრობის გადაწყვეტილებით პორტის 51%-ის მუდმივი მფლობელი სახელმწიფო იქნება, 49%-ის კი ინვესტორები. პორტის შენების ვადები ცვალებადია. მთავრობა აცხადებს, რომ ტენდერის გზით ბელგიური კომპანია შეარჩიეს, რომელმაც საზღვაო ინფრასტრუქტურა უნდა მოაწესრიგოს. სხვა დეტალები და თარიღები კი უცნობია. ანაკლიის პორტი საქართველოში ყველაზე ღრმაწყლოვანი პორტი იქნება, რომელიც ქვეყნის ეკონომიკურ და პოლიტიკურ თავდაცვით მდგრადობას კიდევ უფრო გაამყარებს. ვის გადაეცემა სამართავად 59% და როდის დასრულდება პროექტი, ჯერ ისევ უცნობია. ალეკო გვეტაძე, ევრონიუს ჯორჯია.